ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. საფრანგეთის ეროვნული გმირი ჟანა დარკი. მე-15 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთი ერთ-ერთი უმძიმესი ისტორიული გამოცდის წინაშე იყო. 100-წლიანი ომი, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთს შორის ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში დაიწყო, უკვე მხოლოდ ტერიტორიული დაპირისპირება აღარ. ეს იყო ბრძოლა საფრანგეთის ტახტისთვის, სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. 1415 წელს აზენკურის ბრძოლაში ფრანგთა მძიმე მარცხის შემდეგ ინგლისელებმა ჩრდილოეთ საფრანგეთში გავლენა გააძლიერეს, ხოლო 1420 წლის ტრუას ხელშეკრულებამ დოფინი შარლი პრაქტიკულად ტახტის მემკვიდრეობიდან გამორიცხა. ქვეყანა გაყოფილი იყო. ერთ მხარეს იდგნენ ინგლისელები და მათი მოკავშირე ბურგუნდიელები, მეორე მხარეს კი შარლის მომხრე ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობდნენ საფრანგეთის გადარჩენას. სწორედ ამ მძიმე და თითქოს უიმედო ეპოქაში გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონა, რომლის სახელი საფრანგეთის ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ჟანა დარკი დაახლოებით 1412 წელს დაიბადა ლოთარინგიის საზღვართან მდებარე პატარა სოფელში. მისი ოჯახი გლეხური წარმოშობის იყო. ჟანა ბავშვობიდანვე ღრმა რელიგიურ გარემოში იზრდებოდა. მოგვიანებით იგი ამბობდა, რომ მოზარდობისას დაიწყო ზეციური ხმების მოსმენა, რომლებიც მას საფრანგეთის გადარჩენისა და დოფინ შარლის კანონიერ მეფედ აღიარებისკენ მოუწოდებდნენ. ისტორიკოსებისთვის ამ ხილვების ბუნება რთული საკითხია, მაგრამ უდაოა, რომ თავად ჟანასთვის ეს იყო მისია, რომელსაც იგი ღვთის ბრძანებად აღიქვამდა. 1428 წლისთვის საფრანგეთის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს ორლეანს, სტრატეგიულ ქალაქს, რომლის დაცემაც შარლის ძალაუფლების საბოლოო ჩამოშლას ნიშნავდა. ჟანამ შეძლო ვოკულერში დოფინის მომხრე სარდლის, რობერ დე ბოდრიკურის დარწმუნება და მცირე ესკორტის თანხლებით შარლთან ჩინონში გაემგზავრა. ახალგაზრდა, უცნობი გლეხის გოგონა სამეფო კარზე ეჭვით მიიღეს, მაგრამ მისი სიმტკიცე და რწმენა უჩვეულო აღმოჩნდა. შემოწმების შემდეგ მას ნება დართეს ორლეანისკენ გამგზავრებული. 1429 წლის გაზაფხულზე ჟანა ორლეანში შევიდა. იგი გამოცდილი მხედართ მთავარი არ ყოფილა, თუმცა მისი როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯარის სულიერი გამხნევებისა და შეტევითი მოქმედებების დაჩქარებაში. ჟანა დროშით ხელში ჩნდებოდა ბრძოლისუნზე, ჯარისკაცებს მოუწოდებდა სიმტკიცისკენ და ქალაქის დამცველებს გამარჯვების რწმენას უბრუნებდა. ფრანგებმა სწრაფად დაიწყეს ინგლისელთა გამაგრებული პუნქტების წინააღმდეგ შეტევები. მათ აიღეს სენ-ლუსი, შემდეგ კი შეტევა გააგრძელეს ინგლისელთა სხვა გამაგრებული პუნქტებისკენ, მათ შორის ტურნელის მიმართულებით. ტურნელთან ბრძოლაში ჟანა დაიჭრა, მაგრამ უკან არ დაიხია. მისი დარჩენა ბრძოლის ველზე ფრანგებისთვის დამატებით გამბედაობა იქცა. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა ორლეანის ალყა მოხსნეს. ეს გამარჯვება არა მხოლოდ ქალაქის გადარჩენა, არამედ მთელი ომის ფსიქოლოგიური გარდატეხა იყო. ორლეანის შემდეგ ჟანას ავტორიტეტი სწრაფად გაიზარდა. მან შარლი დაარწმუნა, რომ საჭირო იყო რეიმსისკენ სვლა, მაგრამ მანამდე ფრანგებს ლუარის ხეობის გამაგრებული პუნქტები უნდა დაეკავებინათ. 1429 წლის ივნისში ჟანას მონაწილეობით ფრანგებმა წარმატებას მიაღწიეს ჟარჟოს, მენისა და ბოჟანსის ბრძოლებში. ამ კამპანიის კულმინაცია გახდა პატეს ბრძოლა,
სადაც ინგლისელებმა მძიმე მარცხი იწვიეს. ეს გამარჯვებები აჩვენებდა, რომ ჟანა მხოლოდ რელიგიური სიმბოლო არ იყო. იგი იქცა ძალად, რომელმაც არმიას მოქმედების ტემპი და გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. ამ წარმატებების შემდეგ გზა რეიმსისკენ გაიხსნა. რეიმსი საფრანგეთის მეფეთა ტრადიციული საკორონაციო ქალაქი იყო. ამიტომ იქ შარლის კურთხევა განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებდა. გზად რამდენიმე ქალაქი შარლს დაემორჩილა. 1429 წლის 17 ივლისს შარლი რეიმსის საკათედრო ტაძარში საფრანგეთის მეფედ ეკურთხა. ჟანა ამ მოვლენას ესწრებოდა დროშით ხელში. მისი მთავარი მისია, როგორც თავად ესმოდა, შესრულებული ჩანდა. საფრანგეთს უკვე ჰყავდა კანონიერად ნაკურთხი მეფე შარლ მე-7. თუმცა ჟანას გამარჯვების გზა დიდხანს არ გაგრძელებულა. პარიზზე შეტევა წარუმატებლად დასრულდა. ჟანა იქაც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელებას ითხოვდა. სამეფო კარზე უკვე სიფრთხილე და დიპლომატიური მოლაპარაკებების სურვილი ჭარბობდა. მაშინ, როდესაც ჟანა კვლავ სწრაფ მოქმედებას ემხრობოდა. 1430 წლის მაისში იგი კომპიენის დასახმარებლად გაემართა. ქალაქთან შეტაკებებისას უკან დახევის დროს იგი უკანასკნელთა შორის დარჩა და თანამებრძოლების დაცვას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ბურგუნდიელებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და მოგვიანებით ინგლისელებს გადასცეს. ინგლისელებისთვის ჟანა მხოლოდ სამხედრო მოწინააღმდეგე არ იყო. მისი სახელი შარლ მე-7-ის ლეგიტიმურობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მისი განადგურება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურებოდა. 1431 წელს რუანში დაიწყო სასამართლო პროცესი. ჟანას ბრალად ედებოდა ერესი, დაუმორჩილებლობა და მამაკაცის სამოსის ტარება. პროცესი ფორმალურად საეკლესიო იყო, მაგრამ მის უკან აშკარად იდგა ინგლისური პოლიტიკური ინტერესი. ახალგაზრდა ქალი რთულ თეოლოგიურ შეკითხვებს პასუხობდა და ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მისი მისია ღვთისგან მოდიოდა. 1431 წლის 30 მაისს, დაახლოებით 19 წლის ასაკში, ჟანა დარკი კოცონზე დაწვეს. მისი სიკვდილი მტრებს გამარჯვებათ უნდა ჩაეთვალათ, მაგრამ ისტორიამ სხვა განაჩენი გამოიტანა. 1456 წელს ხელახალმა სასამართლომ მისი განაჩენი გააუქმა და პროცესი უსამართლოდ ცნო. 1920 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ჟანა დარკი წმინდანად შერაცხა. ასე იქცა უბრალო სოფლელი გოგონა საფრანგეთის ეროვნულ გმირად, რომლის სახელიც საუკუნეების შემდეგაც ერთნაირად უკავშირდება რწმენას, თავდადებასა და თავისუფლების იდეას. ადამიანად, რომელმაც დამარცხების პირას მისულ ქვეყანას რწმენა დაუბრუნა და ისტორიაში დარჩა როგორც სიმამაცის, ერთგულებისა და ეროვნული იმედის სიმბოლო. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.